მოცემულ შემთხვევაში, როგორც მოგეხსენებათ, თამარ ლორდ-კიფანიძეს ბრალდების მხარე ორ ეპიზოდად ედავება სხვადასხვა ქმედების განხორციელებას. მათ შორის ეს პირველ შემთხვევაში არის კონკრეტული პირის ცემა, ტაქსის მძღოლის, რომელიც მან განახორციელა რუსთაველზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და აღნიშნულ პირს არაერთხელ დაარტყა ხელები სახის არეში. აღნიშნულ პირს აღენიშნება სხვადასხვა სახის დაზიანებები და მათ შორის მან განიცადა ამ ყველაფრის შედეგად რა თქმა უნდა ფიზიკური ტკივილი. შემდგომში უკვე მან თავდასხმა განახორციელა პოლიციელების საქმიანობასთან დაკავშირებით მათსავე სატრანსპორტო საშუალებაზე, კერძოდ მასზე ასვლით, მის სახურავზე ასვლით, ფეხების არაერთჯერადად დარტყმით დააზიანა აღნიშნული ავტომანქანის სხვადასხვა ნაწილები. შესაბამისი საქონლმცოდნეობითი ექსპერტიზის დასკვნა საქმეში წარმოდგენილი, რომლის თანახმადაც გინდება, რომ აღნიშნულმა ქმედებამ გამოიწვია 3300 ლარის ოდენობის ზიანი. შესაბამისად, ბრალდების მხარემ ეს ყველაფერი შეაფასა, რომ იყო სისხლის სამართლის ქმედების დანაშაულის ნიშნების შემცველი და წარუდგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლის პირველი ნაწილით და ტაქსის მძღოლის ცემის ნაწილში 126 მუხლის პირველი ნაწილით. ქალბატონო ანან, თქვენ ამბობთ, რომ ქალმა ცემა ტაქსის მძღოლი. შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ სამივე საფრთხე არსებობდა, რაშიც სასამართლოს სრულად დაგვეთანხმა, კერძოდ არსებობდა როგორც ახალი დანაშაულის ჩადენის, ასევე მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულთა განადგურების და მიმალვის საფრთხეების, სასამართლომ როგორც მოგეხსენებათ, სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, მათ შორის ბრალდების მხარის პოზიცია და თამარ ლორდ-კიფანიძეს შეუფარდა პატიმრობა. ქალბატონო, თქვენ ამბობთ, რომ ქალმა ტაქსის მძღოლის ცემა. სად არის ეს ტაქსის მძღოლი? რა სახის დაზიანებები აღენიშნება? სილა გაარტყა, ფეხი გაარტყა, რა დაზიანებები აქვს? აი როგორ შეიძლება ქალმა ტაქსის მძღოლი ცემოს განსაკუთრებული სისასტიკით, როგორც თქვენ აღწერთ ამ ყველაფერს და ეს ტაქსის მძღოლი არ ჩანდეს არსად? პირველ რიგში ეს ტაქსის მძღოლი არის წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმეში მოწმის და დღეს უკვე დაზარალებული სტატუსით. საქმეში განთავსებულია მისი გამოკითხვის ოქმი, მისგან ამოღებულია სამედიცინო ბარათი, ვინაიდან მას სამედიცინო დახმარება უკვე გაეწია, ასევე დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა, თუმცა სამედიცინო ბარათში ასახულია გარკვეული სახის დაზიანებების სახეზე. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს მოხდა განსაკუთრებული სისასტიკით. აი მაგალითად რა დაზიანებები აქვს ამ ვაზ? თუ შეიძლება დავასრულებ, ჩვენ ვამბობთ, რომ მას არაერთხელ დაარტყა ხელები სახის არეში აღნიშნულმა ქალბატონმა, რის თავობაზეც არამხოლოდ სამედიცინო ბარათი არის წარმოდგენილი და მასში ასახულია, რომ ნაკაწრების სახით აღენიშნება დაზიანებები, არამედ წარმოდგენილია ვიდეო ჩანაწერები მათი დათვალიერების საქმეები, სადაც ჩანს და ასახულია ეს ქალბატონო, სავარაუდოდ ეს ავტომობილი არის გადაყვანილი ექსპერტიზის ბიუროში, გულისხმობ პოლიციის ავტომობილს. ამ ავტომობილს რა დაზიანებები აქვს? ეხლა მე რო ავტომობილზე ავიდე, დარწმუნებული ხართ, რომ 60 კილო ირაკლი ან 60 კილოგრამი თამარი 3600 ლარის ზარალს მიაყენებს ავტომობილს, რომელზეც შეიძლება რომ ავიდე ეს? მოცემულ ავტომობილზე უკვე დანიშნულია ექსპერტიზა, საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზა, რომელზეც მიღებულია პასუხი და აღნიშნულ ექსპერტიზის დასკვნაში სრულად არის გაწერილი რა სახის დაზიანებები აღენიშნება ავტომობილს, კერძოდ ძრავის და ძარის სახურავს და აღნიშნული, ასე ვთქვათ, დაზიანებები შეფასებულია ექსპერტის მიერ, რომ ამ ყველაფერმა გამოიწვია 3300 ლარის ქონებრივი ზიანი. და ეხლა მიმალვის საფრთხე იყო და მტკიცებულებების განადგურების, რის გამოც მოითხოვეთ პატიმრობა? ვისაუბრე, სამივე საფრთხეს ასაბუთებდა ბრალდების მხარე, სასამართლომ განმარტა, რომ სრულად დაეთანხმა ბრალდების მხარის პოზიციას.